მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე თქვენ შეგიძლიათ Facebook-ზე, YouTube-ზე მოძეროთ კრიპტობაზარი, ნახოთ როგორც live ჩანაწერები, live გადაცემები, ასევე ძველი ჩანაწერები. მოკლედ, ჩვენ ვსაუბრობთ კრიპტოს სიახლეებზე, ყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და განვიხილავთ იმ ტენდენციებს თუ რა ტენდენციებიც არის ზოგადად ბაზარზე. ახლა სანამ უშუალოდ გადაცემას გადავალ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet-ი. BitNet-ზე მოკლედ სარეგისტრაციო ლინკი აღწერაში გადაცემის აღწერაში, სადაც არ უნდა უყურებდეთ, ამ QR კოდი გამოჩნდება ახლა, ამ QR კოდით გადახვალთ, დარეგისტრირდებით. ასევე თუ არიცით როგორ დარეგისტრირდეთ, ესეთი მარტივი ვიდეო არის YouTube-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ, როგორ ვიყიდო Bitcoin-ი საქართველოში. ახლა გამოჩნდება ეკრანზე და გლადოთ დეტალურად ხსნის, როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ვერიფიკაცია და შემდგომ როგორ შეგიძლიათ შეისყიდოთ ესა თუ ის აქტივი. ასევე შეგახსენებთ, რომ BitNet-ს აქვს რამოდენიმე აქცია, პირველი 0%-ად თქვენ შეგიძლიათ თვის ბოლომდე კიდევ გაქვთ ამის დრო, შეისყიდოთ USDT, ანუ არანაირ საკომისიოს არ გადაიხდით. ასევე დაწეული არის ის ზღვარი, რა ზღვრითაც თქვენ შეგიძლიათ შეისყიდოთ ნებისმიერი კრიპტო, რაც არის BitNet-ზე, ეს არის ზღვარი 5 ლარის, ანუ 5 ლარით თქვენ შეგიძლიათ უკვე ნებისმიერი აქტივი იყიდოთ და ექსპერიმენტოთ ამ აქტივზე, ან უბრალოდ შეინახოთ, ან იყიდოთ და დაელოდოთ ფაზის დას და გაყიდოთ, მოკლედ სულოდაგულო რაც მოგინდებათ, ყველაფერი შეგიძლიათ უქნათ მოკლედ ამ აქტივს და მესამე საინტერესო სიახლე, აი მოგზაურობის დროს თქვენ რაიმე შეკითხვა თუ გაგიჩნდებათ 24/7-ზე მუშაობს საპორტი და დამხმარე ჯგუფი, ტექნიკური ჯგუფი, რომელიც თქვენს ნებისმიერ შეკითხვას BitNet-ზე მიწერთ და უპასუხებს მოკლედ ეს დიდი ფუფუნება არის პრინციპში, რადგან ძალიან ბევრი მომხმარებელი ზოგადად სხვა სერვისების მომხმარებელიც უწუნებს ხოლმე, რომ აი საპორტი არ აქვს და რაღაც კონკრეტული პრობლემა შეექმნა ვიღაცას იმ კონკრეტულ მომენტში და არ პასუხობენ და სხვათა შორის ქართული კომპანიებს და არა მარტო ქართული კომპანიებს, უცხოური კომპანიების დიდ ნაწილს ეს ჭირს და მოკლედ ამ ფუფუნებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ. ახლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ სიახლეებზე, თუ რა სიახლეები გვაქვს ზოგადად ბაზარზე და ვინც ჩვენ Twitter გვერდს ადევნებთ თვალყურს, შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდია ჩვენს Twitter გვერდზე იდება სიახლეები ჩვენი პლატფორმიდან, Coin Platform წერტილი.pro-დან. თქვენ შეგიძლიათ მოკლედ ახლა რა სიახლეზეც ვისაუბრებ, ამ სიახლეზე და შემდგომ უკვე Twitter-ში განვავრცობ სხვა სიახლეებს. ეს არის Coin Platform-ზე შეგიძლიათ ეს სიახლე ნახოთ, როგორც ინგლისურ ენაზე, Twitter-ზე ინგლისურ ენაზე ვაზიარეთ, რადგან ქართული ასე ვთქვათ, საზოგადოება ჯერჯერობით არ არის Twitter-ზე, X-ზე გადასული, თუმცა თქვენ როდესაც Coin Platform Pro-ზე გადახვალთ, ინგლისურის ნაცვლად შეგიძლიათ ენა შეცვალოთ მარტივად ქართულზე და ის სტატია და სიახლე, რაზეც ვისაუბრებ ახლა და ზოგადად რაც შეხვდებათ Coin Platform-ზე, ჯერჯერობით ამ ორ ენაზე შეხვდებათ. თუ რამე მოთხოვნა იქნება სხვა ენაზე, ნებზეც, ამასაც იმედია, მოკლედ ნელ-ნელა დავამატებთ. ახლა შეეხება პირველ სიახლეს. პირველი სიახლე ეხება MicroStrategy-ს, რაზეც ხშირად არის საუბარი და რამოდენიმე ბასის დროსაც იყო ამას საუბარი, რამოდენიმე ბასის წინ 2-3 ბასის წინ იყო ამას საუბარი, აი რა მოხდება MicroStrategy-ს თუ მოუწია Bitcoin-ის გაყიდვა. სიახლე არის საერთოდ განსხვავებულია იმ კუთხით, რომ MicroStrategy ცდილობს ყველაფერს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ახალი პროდუქტი ჩაუშვას თავის ფულის მოსაპოვებლად, მოკლედ სხვა აქციის წილები გაყიდოს, სხვა პროდუქტზე დაფუძნებული. ეს თავიდან შესთავაზოს უფრო ნაკლებ ფასში, პირობითად $100 ნაცვლად $90, ეს შორის დონეზე არის ჯერჯერობით გაცხადებული და ასევე წლიური დივიდენდი თუ არ ვცდები იქნება 9%.
საწყისწყლიური დივიდენდი ექნება 9%. აი ამ ასეთ პროდუქტზე ფიქრობს. აი ამ პროდუქტიდან მიღებულ თანხებს ვის ნაწილს, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ყიდვაშიც დახარჯავს და MicroStrategy-ზე სხვა კუთხითაც ვისაუბრებთ დღეს. ახლა ამ მომენტისთვის ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 6,770 ბიტკოინს ფლობს MicroStrategy. MicroStrategy-ს უნდა რომ 1 მილიონ ბიტკოინს ფლობდეს. და როდესაც მას ექნება 1 მილიონი ბიტკოინი, კი ხვდებით რომ რა წილი არის პრინციპში მთლიანი ბიტკოინების წილისა და ის სპეკულაციები რომ MicroStrategy შეიძლება მოუწიოს ამ ბიტკოინების დათმობა ჯერჯერობით არ გავს რეალობას, ამასაც თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ მაქსიმალურად არის გადასული იმისთვის რომ თანხები შეაგროვოს MicroSailor-ი და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, იყიდოს უფრო მეტი ბიტკოინი. ახლა გამოჩნდება ეკრანზე, ახლა ზოგადად რა არის ჩაშვებული, რა პროდუქტი იყიდება. ერთი აქციის ფასი 414 ევრო, 415 დოლარი ხდება და საკმაოდ გამჭვირვალე არის Strategy-ს, ასე ვთქვათ, MicroStrategy-ს ვებგვერდი, სადაც თითოეული აქციის ფასს ნახულობთ და ასევე ნახულობთ, ასე ვთქვათ, რამდენი ბიტკოინი აქვთ. ფასი რა არის ბიტკოინის, პროცენტობას ყველაფერს ნახულობთ და ასე ვთქვათ, ყველა ის ფინანსური ინფორმაცია, რაც თქვენს გაინტერესებთ, რომ რამე ვისი მართებთ, რას ფლობენ, რა როდის იყიდეს და ასევე თქვენ შეგიძლიათ თუ კომპანია ხართ და უშუალოდ MicroStrategy-ს პრინციპში MicroStrategy-თ აღარ მოიხსენიებენ სხვადასხვა პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ, ანუ ესე კი არა რომ MicroStrategy უბრალოდ ბიტკოინს ყიდულობს და არაფერს შვება, არა, ძალიან მრავალფეროვანი პროდუქტები აქვთ, მოკლედ მე არ ვიცი ახ ქართული კომპანია და პრინციპში უცხოურიც ვინც იყენებს ასე ვთქვათ, რაღა დაგიმალოთ და კმაყოფილები არიან თუ არა, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ რაღაცა ესე ჰაერზე არ ხდება, ასე ვთქვათ, ბიტკოინის შესყიდვა და უბრალოდ დადება. ეს არის კომპანია, რომლის აქტივების დიდი ნაწილი არის ბიტკოინში. ასე ვთქვათ, აქვთ განსაზღვრული ჩვენ 1 მილიონი ბიტკოინი უნდა გქონდეს და პრინციპში, როდესაც ყიდიან ამ სხვადასხვა აქციებს სხვადასხვა აქციები, სხვადასხვა კალათისგან შედგება საბოლოო ჯამში, პროდუქტის და მიხედვით ეს აქვს დიფერენცირებული და ეს მეხუთე რაც შეიძლება ჩაეშვას, მოკლედ ესეთი ფასდაკლებით იქნება, რათა ფასდაკლებულად შემდგომ პოტენციურად ეყიდონ ბიტკოინი. ერთადერთი გათვლა ეს არის. ჩემთვის შეიძლება ეს პროდუქტი არ იყოს საინტერესო, უბრალოდ ის რომ რომელიღაცა კომპანია საუბრობს რომ მე უნდა მქონდეს ამდენი ბიტკოინი და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, აი ყველაფრის გაკეთების გზაში მთავარია ის სიარქნას პირობითად რომ სხვაებიც დააზარალოს. დანარჩენი პრობლემა არ მაქვს, თუ უნდა ვინმე საჩი 1 სატოში უყიდიან 0.1 ბიტკოინი, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი რისკ მენეჯმენტია, როდის რა პერიოდში ყიდულობენ და თუ არ ვწდები შესყიდვების ისტორია, სხვა ეგრე გამოჩნდება ძალიან ლამაზად ჩანს, რა როდის შეისყიდეს. ბიტკოინის ფასი სად იყო და რა ფასებზე განახორციელეს შესყიდვა. რო გითხართ, რომ დიდი სტრატეგიული შესყიდვები აქვს ხო მოგატყუებთ, ანუ რეალურად 2022-ში ძალიან ცოტა შესყიდვები აქვს განხორციელებული, თქვენ აღარ ხედავთ. აქ აქვთ 2025 წელს საკმაოდ დიდი ოდენობის შესყიდვები და დავუყუროთ როგორ იქნება მოვლენების განვითარება. აქაც 2021-ში თითქმის პიკებში ქონდათ შესყიდვები გაკეთებული და დავუყუროთ როგორ იქნება მოვლენების განვითარება. ასევე როგორც საუბრობთ ხოლმე რომ ბიტკოინს არ აინტერესებს არც ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკოსი რაღაც კუთხით, ასევე არც ერთი კომპანია არ აინტერესებს პირიქით კომპანიებს და ქვეყნებს შეიძლება დაჭირდეთ ბიტკოინი თავიანთი მიზნების მისაღწევად, ეს არის სულ. უბრალოდ ვინ როგორ გამოიყენებს ამასაც არ დიდი მნიშვნელობა, ამიტომ უბრალოდ სიახლის დონეზე მინდა იცოდეთ, რომ ესეთ ნაბიჯი გადადგა.
აპირებს ესეთ ნაბიჯის გადადგმას 100% ჯერ არ არის დადასტურებული, ძალიან აქტიური არის მაიკლ სეილორი, სხვადასხვა სტატიაშიც ნახავთ ჩვენთან ზოგადად და Twitter-ზე ვინც ხართ ძალიან აქტიურობს, მაგრამ ეს სიახლე რატომღაც ასე ვთქვათ არ არის ჯერჯერობით დადასტურებული და დავენოლოდოთ მოვლენების განვითარებას. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს, ეს მეორე სიახლეც მოკლედ არის მიმოხილული ჩვენს პლატფორმაზე და ეხება ილონს, ეხება ვაინს, ალბათ ვაინი გახსოვთ ადამიანებს, ვინც TikTok-ამდე, პრინციპში Instagram-ის პერიოდში იყენებდით ასე ვთქვათ ამ საიტს, სადაც ძალიან მოკლედ იყო, ანუ rilsები-ვით იყო, ფაქტობრივად მოკლე ვიდეოები იყო, სასაცილო ვიდეოები იყო და ეს კომპანია დაიხურა ერთი წლის წინ თუ არ ვცდები თუ ამ წლის დასაწყისში 2025-ის დასაწყისში ამ კომპანიის დამფუძნებელმა შექმნა Mincoin-ი, Winecoin-ი ქვია, რომელიც ბაზრის კაპიტალიზაციით CoinMarketCap-ზე სხვათა შორის 1.52 მილიონი არის ბაზრის კაპიტალიზაცია და 552 ადგილზე არის CoinMarketCap-ის მონაცემებით. ვიღაცებს შეამჩნევდით, რომ ამ coin-ის ფასი 0.36-37 დოლარიდან უცებ გაიზარდა 0.091 დოლარზე, გასაშვალოვდა და დასტაბილურდა 0.052 დოლარის დიაპაზონში. ეხლაც კი რა შეხედოთ დღის განმავლობაში, ანუ 1.24 საათს თუ ავიღებთ, 51% არის გაზრდილი. რა შეიძლება მომხდარიყო? ეხლა ეკრანზე ჩანს თქვენთან ილონ მასკის ფოტო და აი სწორედ ილონ მასკის პრინციპში დამსახურება არის, ეს ბჭყალებში დამსახურება შეიძლება დაუძახოთ, რადგან დაიდო ესეთი საინტერესო ტვიტი, სადაც რა ერთ წინადადებაზე არის საუბარი, ანუ ვაინის დამფუძნებელმა უბრალოდ რიპოსტი გააკეთა ამ ტვიტის და ამ ერთ საინტერესო ტვიტში უბრალოდ არის ჩვენ უკან დავაბრუნებთ, ასე ვთქვათ, ვაინს AI-ის ფორმით. და წავიდა სპეკულაციები, რომ აქ მხოლოდ შეიძლება იყოს AI-ის მიერ დაგენერირებული ვიდეოები, საინტერესო საექსპერიმენტო შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ილონს არაერთხელ გაუკეთებია ეს, როდესაც Doge-ზე უსაუბრია, როდესაც Pepe-ზე უსაუბრია, როდესაც თავისი სახელიც კი გადაუკეთებია სხვადასხვა ერთი shitcoin-ის გამო. Pepe ტყუილად არ ვახსენე, მე მგონი ფლოკიზეც იყო რაღაც საუბარი ერთხელ, მაგრამ Doge და Pepe ხო ვიცით ეს 100%-ით და ვაინის შემთხვევაშიც არ დააყოვნა ბაზრის რეაქცია და ვიღაცებმა იყიდეს coin-ი. სხვათა შორის არც თუ ისე მცირე მოგება გააკეთეს, ანუ იცით როგორ რაღაცა, როდესაც ბაზრის კაპიტალიზაცია დაბალი არის პროექტის, ან ძალიან ცოტა ფული არის, იქ შესვლა და манипуляციების გაკეთება უფრო მარტივია. და ვიღაცებმა როდესაც ნახეს ტვიტი ილონის ბუნებრივია ეს ვაინის coin იყიდეს. უბრალოდ ვაინის coins და რეალურ პროდუქტს შორის კავშირი შეიძლება არც იყოს, რადგან ჯერ ერთი კი გადააზიარა დამფუძნებელმა, მაგრამ ამ დამფუძნების ჩართულობა თუ AI-ზე იქნება დამყარებული ეს ყველაფერი რამდენად დიდი იქნება, არ ვიცი ეს ერთი. მეორე ეს coin-ი რა შეიძლება გამოვიყენოთ და ველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე უფრო ნაკლებ მას ვხედავ ამ coins-სა და ვაინს შორის, უბრალოდ დავბრუნდით იმ პერიოდებში, სადაც ილონი თან ცოტა სხვანაირად დააკვირდით, რომ ნომერ პირველი არის სიმდიდრით ილონი თუ არ ვცდები სოფლიოში, ხო? ანუ ეს ადამიანი დებს ამ ტვიტს და ამ ტვიტის შემდგომ, ამ პოსტის შემდგომ ხდება ესეთი აჟიოტაჟი, ანუ დაბალი ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე პროდუქტებში მსგავსი მოძრაობა შეიძლება ვიხილოთ. მე ვერ გეტყვით, მე პირადად ხშირად არ მიმიღია მსგავსი გადაწყვეტილება, რამოდენიმეჯერ მივიღე მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც ვიღაცის ტვიტი ან რაღაც ინფორმაცია ჯერ არ იყო ძალიან გავრცელებული და დასკვნა პრინციპში რაღაც ანალიზის დონეზე შესყიდვა განმახორციელდა და შედეგად მივიღე ის რაც მივიღე. ვაინის შემთხვევაში ეს დაგვიანებულია, თუ იმ პატარა ფანჯარაზე გვაქვს საუბარი, იმ კონკრეტულ დროზე პრინციპში ეხლა ვნახავ რა პერიოდზე მოხდა ეს აღმასვლა. ჩვენ თუ შეგვიძლია კარგად ვნახოთ. ძალიან მცირე დროზე არის საუბარი, ხო? რეალურად არ არის ისეთ დროზე საუბარი. სადღაც არის ეს 15 წუთის ამბავი.
ან 15-20 წუთის განმავლობაში მოხდა ის აღმასვლა, რა აღმასვლაც მოხდა. ეხლა უბრალოდ ბაზრის ფასის დასტაბილურება ხდება და ამ კუთხით შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი კითხვა. საშიში ერთი კუთხით საშიშია მსგავსი ინვესტიციების გაკეთება, უბრალოდ თუ ხვდებით რომ ინფორმაცია არ არის ჯერ იმ დონემდე გავრცელებული, შეგიძლიათ ეს ფინანსური რჩევა რა თქმა უნდა არ არის, უფრო სარისკოა, შეგიძლიათ რაღაც დოზით გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგრამ პირველი რაც არის ხოლმე უნდა გადაამოწმოთ წყარო, რადგან იმიტომ რომ ვაინის შემთხვევაშიც, ხო, ვაინის შემთხვევაში თქვენ coin market cap-ზე კი როდესაც ვაინს ჩაწერთ, შეგხვდებათ ორი პროდუქტი. ერთი არის, ხო, ორივეს ქვია ვაინკოინი და უბრალოდ ბაზრის კაპიტალიზაციიდან გამომდინარე გადავედი პირველს, ხო? რისკიც უნდა შეაფასოთ, ასე უნდა ნახოთ რა ბაზრებზე არის ხოლმე, სად არის განთავსებული და სად შეგიძლიათ სწრაფად ამის შესყიდვა. ან ბევრი რაღაც უნდა გაითვალისწინოთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც coin market cap-ის მონაცემით ძალიან ასე ვთქვათ, სუსტი შეფასება აქვს ამ პროდუქტს, მინკოინია მოკლედ, ანუ არაფერი სერიოზული რაღაც ტექნოლოგიური ამაში არ იმალება, ხო? უბრალოდ მსგავს შესყიდვებსაც როდესაც აკეთებთ, აი მე დამემართა მსგავსისად მელანიას შემთხვევაში. ანუ მელანიას საიტზე როგორც კი გადავედი, ეს ჩვენი დროით ღამის პირველი 12 საათი იყო, საიტიც რაღაც უცებ არ ფუნქციონირებდა და ვერ მივხვდი ეს რეალობა იყო თუ არ იყო რეალობა. მეორე მხრივ პარალელურად ხდებოდა სხვა პრობლემა, რომ სოლანას ქსელი გაიჭედა და საერთოდ არც ჰქონდა მნიშვნელობა საფულეზე თუ არ ჰქონდა თანხა და გადმოქონდა სხვა ერთი საფულიდან მეორე საფულეზე ან ბირჟიდან საფულეზე, აზრი აღარც ჰქონდა უკვე, რადგან დრო გადიოდა, თუმცა რაღაც კუთხით მოვასწარე, რადგან მეორე ტალღა ინფორმაციის მეორე ტალღა ევროპის დროით თუნდაც ჩვენი დროით გვიან წამოვიდა, ანუ ამის პირველი საათი მაინც გვიანი არის, ევროპისთვის შეიძლება არ იყოს გვიანი, მაგრამ მეტნაკლებად იმპულსები მე სხვანაირად მოძრაობს და აი აქაც შეიძლება რამოდენიმე ტალღა დაიჭიროთ, ესეც მნიშვნელოვანია. უბრალოდ ვინ სიტყვაზე მარტო Twitter-ს აკვირდება, ხო, აქაც კიდევ სხვა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. ასეთი ტრეიდერები არსებობენ, ასეთ ტრეიდერებს აქვთ პრინციპში არის ფუნდამენტური ანალიზი, ეგრეთ წოდებულ ფუნდამენტურ ანალიზს აკეთებენ, რაც ინფორმაციასთან დაკავშირებული არის, ასევე პროდუქტის პოტენციალთან, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ინფორმაციამ, ანუ არიან ამბობს რომ მარტივი არის ეს, უბრალოდ მარტივი არ არის, პირიქით უფრო ბევრ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ის დაკარგული დრო და ანალიზი რამდენად შეესაბამება იმ ამონაგებს, ეგ უნდა გაითვალოთ. თუ ეგ კარგად გამოგვით, არ არის პრობლემა, პირიქით სიახლეებზე და დაბალი ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე პროდუქტებზე თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ თანხა. მაგრამ თუ სიტუაციას ბევრი დრო დაკარგეთ და არანაირი ამონაგები არ გაქვთ, რეალურად კი თქვენ ჭიას იხარებთ, რომ რაღაც ინფორმაცია გაიგეთ მალე, ან ყავთ Twitter-ზე ის ადამიანები, დაფოლოვებული ის ადამიანები, ვინც პრინციპში სიახლეების მეტლაკრებად სწრაფად ავრცელებენ, ესეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უბრალოდ მაინც ძალიან გაცვეთილი ფრაზა არის, ბევრი თამეთანხმებით ალბათ, მაგრამ დროფულია და აი ამ შემთხვევაში თქვენი რესურსი, ასე ვთქვათ, ის რესურსი რაც მენეჯმენტდება ხოლმე არა მარტო ფული, არამედ დრო და თქვენი თავიც პრინციპში მაგ კონტექსტში ეს ყველაფერი დათვლადი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ თუ გაგიმართლათ ერთხელ, ეს ერთხელ გამართლება სტატისტიკა მაინც არ არის ჩემთვის. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე არ გამოვა, ესე ვთქვათ, ფანჯრის სახით, მესამე სიახლე უფრო არის, ესეთ ავართქმევდი Twitter-ში მოგზაურობა, X-ში მოგზაურობა, მაინც X-საც ვახსენებ ხოლმე, რადგან გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ, მოკლედ World Liberty Financial-ი, რაც ძალიან ბევრმა იცით პრინციპში, მის პროდუქტის, არანაირი პროდუქტის მომხმარებელი მე არ ვარ. მათ სტაბილურ coins-აც არ ვფლობ. ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნეს. თქვენ გახსოვთ ალბათ 24 საათიან ლაივს ვინც უყურებდით, არ შევდით ესეთ რაღაცას, განვიხილავდით, ერთ-ერთი თავი იყო, თუ არ ვცდები,
პირველივე თავი თუ მეორე თავი იყო ესეთი, როგორ შევარჩიოთ პროდუქტი და პროდუქტის შერჩევის დროს განვიხილეთ ორი ეკოსისტემა, ერთი იყო SUIS ეკოსისტემა და მეორე იყო SUPRA თუ არ ვცდები. და SUIS ეკოსისტემაში ვნახეთ რამოდენიმე პროექტი, რასაც შეიძლება პოტენციური, ანუ ასე ვთქვათ, ამონაგები შეიძლება ქონოდა და ერთ-ერთი ესეთი პროექტი იყო, მაშინ NFT იყო, იკასი მხოლოდ და ესეთ რაღაც ხდება, მოკლედ, ეს პროექტი 29 ივლისს ჩაეშვება და ჰოის აუცრებავ ერთ-ერთ ბირჟაზე, Gate-ზე მაგალითად, ახლა გამოჩნდება ეკრანზე, ხდება რა პრისეილი რაღაც კოინების ნაწილის პრისეილი ხდება World Liberty Financial-ი სტაბილური კოინით. ანუ ესე იგი პრისეილს რაღაც ბირჟაზე თავის წესებით კიდევ ეს წესები ცოტა ბუნდოვანი შეიძლება იყოს ბევრისთვის აკეთებენ მოკლედ ამ პროექტზე რა პროექტზე ჩვენ 24 საათიან ლაივში ვისაუბრეთ რა თქმა უნდა მაშინ ესეთი ინფორმაცია არ გქონდა მაგრამ რისი თქმა მინდა როდესაც ააწყობთ მოკლედ აი შეიძლება ვიღაცებს გახსოვთ ტრეიდბორდზე იყო ამათი NFT, როდესაც ააწყობთ მოკლედ ალგორითმ სისტემას ამ ბადეს სადაც პრინციპში გეყოლებათ ის ადამიანები Twitter-ზე ვინც მეტნაკლებად მოკლედ ინფორმაციას მოგვაწვდიან ამა თუ იმ პროექტებზე ან განვითარებებზე ამა თუ იმ ეკოსისტემის შემდგომ შეიძლება უფრო თამამად მიიღოთ გადაწყვეტილება უბრალოდ აი კიდევ ერთხელ რა არ მომწონს Twitter-ის არის ეს რომ for you-ზე როდესაც გადადიხართ following-ში ყველაზე ნაკლები პრობლემაა for you-ზე როდესაც გადადიხართ ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეხვდეთ დარეკლამებული ეს არ არის მაგრამ შეიძლება შეხვდეთ დარეკლამებული პოსტები სადაც პრობლემა იყოს ან უბრალოდ თქვენ აკვირდებოდეთ რაღაც პროექტს და როდესაც რაღაც პროექტს ძალიან ხედავთ რომ რამოდენიმეჯერ ვნახე SUIS რაღაცები და ფაქტობრივად SUIS-ზე მომიგდებს და იშვიათად შევდივარ ხოლმე ამ შემთხვევაში for you-ზე უფრო შევდივარ following-ზე რადგან ასე ვთქვათ მივიღო კონკრეტული ინფორმაცია თუმცა ხადან გადავდივარ for you-ზე რადგან ხომ არ არის ისეთი ინფორმაცია რაც შეიძლება გამომეპაროს მოკლედ რისი თქმა მინდა არ ვიცი რაიმე ლოგიკაში ჯდება თუ არა ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გითხრათ რადგან სარისკოა მათთვის და სარისკოა რა კონტექსტში გეტყვით ანუ სუფთა მარკეტინგული ამბავია ხა USD ერთი მან რამე ტექნოლოგიის კუთხით არ არის უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ამით ყიდვა აი ამაზე არის ხაზგასმა რაღაც ლიკვიდურობა რო დაფიქსირდეს მოძრაობა რო დაფიქსირდეს უბრალოდ ესეთი პროექტის შერჩევა რომელიც ეგრეთ წოდებული პრინციპში მიმები გახსოვთ ალბათ თქვენ რაღაც სნაიპერ ეკლესიაში სნაიპერის მიმირო არის ერთი სნაიპერი მეორეს უმიზნეს მეორე სნაიპერი მესამეს მიუძნეს და მესამე მეოთხეს დაახლოებით ესეა რომ ეთერიუმი მის მკვლელი ასე ვთქვათ სოლანას მკვლელი ასე ვთქვათ SUI არის და აი ესეთ გაურკვევლობაში უცებ პროდუქტის ასე ვთქვათ პრისელი და პროდუქტის პრისელში ეს სერიოზული კომპანია იღებს მონაწილეობას ანუ მე რაც ამ მომწონდეს იკას განაცხადი რომ უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია ასე ვთქვათ ამა თუ იმ კოინების სხვადასხვა ბლოკჩეინიდან გადმოტანა და ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ნორმალური რაღაცა კუთხით ან ინოვაციური როგორც თვითონ ეძახიან უბრალოდ კომპანიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ მგონია სერიოზული თუმცა ესე ახლა უნდა მე თქვა ამ კონტექსტში რომ უკვე დაიწყო ასე ვთქვათ ამ კომპანიამ ისე მოგზაურობა რომ იმ პროექტებზეც გადავიდა რომლებიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ძალიან ბევრი კრიპტო ენთუზიასტისთვის საინტერესო აი დაწერთ კომენტარებში 24 საათიან ლაივის გარდა თუ გაგიგეთ ამ პროექტის შესახებ დიდი ალბათობით არც გექნებათ გაგებული რადგან ჯერ ისევ ძალიან ნიშური ეკოსისტემის ნიშური პროდუქტი არის და აქ რა შუაში World Liberty Financial-ი არ ვიცი სხვადასხვა მსგავსი პროექტების უფრო პირველი შრის პროექტების შესყიდვით იყვნენ ხოლმე დაკავებულები შესყიდვითაც არ შეუსყიდიათ მაგრამ აი USD ერთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ამის შესასყიდად ძალიან უცნაურად ჟღერს ჩემთვის დავალოთ მოვლენების განვითარებას თქვენ ადგილზე მეც თავაკვირდებოდი მოკლედ პრინციპში იმ პროდუქტებს რა პროდუქტებიც მეტნაკლებად თქვენ კალათაში არის
და ფასის კუთხით ნახოთ, მოკლედ ახლა ფასზე გადავალთ, გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალთ, სადაც შევაფასებთ თუ რა ხდება ზოგადად ბაზარზე და მესამე ნაწილში შევეცდები, რომ თქვენ შეკითხვებს, რა შეკითხვებიც იქნება პრინციპში ამათ უპასუხო. ახლა ნახოთ ბიტკოინის ჩარტი. რა ხდება ბიტკოინის თავს, რა დიაპაზონები გავარღვიეთ და როგორც პრინციპში ვიცით, წინა კვირას დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ნიშნული ბიტკოინის ისტორიაში და თქვენ ყველაზე მაღალ ნიშნულს ხედავთ ფაქტობრივად ჩერდილების არეში, რაც გითხრათ პრინციპში საინტერესო და კარგია თქო მოგატყუებთ აი ამ კუთხით. დიდად გავსი რაღაცები მე არ მომწონს, ჩვენ ესე მოვინიშნოთ ეს დიაპაზონი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წინააღმდეგობის ბაზა, მაგრამ მაინც მოვინიშნავ და იქ მირჩენია რომ კვირის დიაპაზონში მოვინიშნოთ. აი ეს შედიდეს ნახავ აი ამ შემთხვევაში და გადავიდეთ პრინციპში დღის ჭრილში, სადაც ნახავთ ქვედა დიაპაზონს, სადამდე შეიძლება ჩამოვიდეთ. სუდი სცენარი ერთ-ერთი რაც განვიხილეთ მე მგონი წინა გადაცემაში იყო 100,000-ის ნიშნული და ნახოთ ჯერ პირველი გაჩერება გქონდეს ის დიაპაზონი, საიდანაც მოხდა გარღვევა, ხო? აი ჩვენ დაველოდოთ აი ამ ორ დიაპაზონს. თუმცა მე მგონი წინა გადაცემაში თქვი, თუ რაიმე დიაპაზონში იმოძრავეს ბიტკოინი და დიდი გარღვევები დაღმასვლები ან აღმასვლები არ ექნება, შესაბამისად და დომინაცია კლებას გააგრძელებს, შესაბამისად სხვადასხვა ალტკოინებში გადავა ფული. და მართლაც რამოდენიმე ალტკოინმა, თქვენთვის საყვარელმა ალტკოინმა დააფიქსირა მაღალი ნიშნული, ახალი მაღალი ნიშნული ძალიან ცოტამ დააფიქსირა, თუ არ ვცდები BNB იყო ერთადერთი ტოპ 10-დან, ვინც ახალი მაღალი ნიშნული დააფიქსირა, მე მგონი სულ იმას ვერ დააფიქსირა და სხვა პროდუქტები პრინციპში ჩამორჩნენ აი ამ ტრენდს, BNB-საც განვიხილავთ შემდგომ და საინტერესო დიაპაზონი იქნება პრინციპში 100. უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ შეხსენება და არაფინანსური რჩევა ადამიანებისთვის, რომ როდესაც ხედავთ რომ თქვენი აქტივი რა ვიცი 1.5-ჯერ არის გაზრდილი და სიგნალებს ვერ ხედავთ ისეც რომ აი მკაფიო სიგნალებს აი ამის შემდგომ ბიტკოინი ან ნებისმიერი კრიპტოვალუტა გააგრძელებს უსწრას, ბუნებრივია რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ეს წინააღმდეგობის დიაპაზონი დავტოვოთ ესე, ანუ ყველაზე მაღალი ნიშნული 123,000 რაღაცა დაფიქსირდა. ახლა ვნახოთ ბიტკოინის დომინაცია. ბიტკოინის დომინაცია კლების ტენდენციაში იყო კი, კლების ტენდენციაში იყო ჯერჯერობით, ახლა რაც ვნახეთ, თუნდაც გუშინ წინ ხო აღმასვლის ტრენდისკენ დაბრუნების ცდილობა იყო, თუმცა ბიტკოინი ახლა ისეთ დიაპაზონში არის და ზოგადად დომინაციის კუთხითაც კრიტიკული არაფერი არ მომხდარა, ეს წითელი ხაზი იქნება ჩემთვის დარჩება მაინც ტრენდის სერიოზულად შემოტრიალების ინდიკატორი, ამას დავტოვებთ. და როდესაც აი ამ ხაზს მიუახლოვდება და რა თქმა თუ გვექნება ის რომ ბიტკოინის ფასი არ დავარდება, აი ამ შემთხვევაში იქნება ალტ სეზონის ასე ვთქვათ კულმინაციური ფაზა და შემდგომ კი იცით პრინციპში ბევრჯერ რაც მომხდარა ის ისტორია განმეორდება, ძალიან ბევრი ადამიანი შეეცდება რომ სხვა აქტივები იყიდოს, სხვა აქტივებს როდესაც იყიდიან მიხვდებიან საბოლოო ჯამში ამ აქტივებიდან არ აქვს შესაბამისი ამონაგები და ნელ-ნელა დაიწყებს ისევ ბიტკოინის დომინაცია, ასე ვთქვათ, ზრდას. ეხლა ვნახოთ, როგორც ვახსენე BNB ბიტკოინთან მიმართებაში განვიხილოთ. სერიოზული ცურა არ გვქონია, კვირის შილში თუ დავაკვირდებით, უბრალოდ როგორც მახსოვს დოლარის ნიშნულში ყველაზე მაღალი ნიშნული დააფიქსირა დოლარის ჭრილში და პლუს სხვა ალტკოინებს გავსი არ გაუკეთებიათ. ტოპ 10-ზე მაქვს საუბარი. შეიძლება ვიღაცამ ტოპ 200-დან ან 300-დან შეიძლება დააფიქსირა ვიღაცა მაღალი ნიშნული, რადგან კიდევ ერთხელ ნაკლები თანხა იყო ამ აქტივის შესული. საკმაოდ საინტერესო წინააღმდეგობა აქვს გარღვეული და ამ დიაპაზონს პრინციპში საყრდენად მოვინიშნავდი მე და ასე ვთქვათ ფასის აღმოჩენის დიაპაზონში გადის უკვე BNB
საკმაოდ კარგი მოძრაობა არის. თუ დავაკვირდებით რას 23-ის ივლისშიც კი თუ შეისყიდით ამ აქტივს ხო ამონაკა 271% არ არის ცოტა smart chain-ის პროდუქტში რომელიც პრინციპში სერიოზული დიაპაზონი შემდგომში დაღმასვლების პერიოდში რომელიც პრინციპში აგრძელებს სიზის გარეშე ცხოვრებას როგორც BNB ისევე ეს ეკოსისტემა და დაამტკიცეს პრინციპში რომ ჯერჯერობით ნახოთ ახლა შემდეგ VR მარკეტზე რა როგორ მოხდება მაგრამ დაამტკიცეს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დამტკიცებული უკვე ეს რომ შეუძლიათ ასე ვთქვათ არსებობა. ეხლა ნახოთ Ethereum Bitcoin-თან მიმართებაში. წინა კვირა ძალიან მძლავრი იყო. ეხლა უბრალოდ ეს კვირა შესკვირები, ასე ვთქვათ, რამოდენიმე კვირა ისე შეიძლება იყოს აი ამ დიაპაზონის გამაგრება, რა დიაპაზონიდან გარღვევა მოხდა, მსგავსი. შეიძლება მსგავსი ვიხილოთ. და Ethereum-თან ერთად, ასე ვთქვათ, წყობრში არიან ხოლმე სხვა altcoin-ები, რაც პრინციპში დადასტურდა. Solana Bitcoin-თან მიმართებაში შეიძლება რაღაც სიძლიერით გამოირჩა არა. დიდად ძლიერი მოძრაობა არ გვაქვს და კვირის დიაპაზონს თუ ვნახავთ. და ცუდ მდგომარეობაში არის Ethereum-თან შედარებით შეიძლება არ იყოს ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ ალბათობა რა ასე ვთქვათ, ის დიაპაზონები, რა დიაპაზონებამდე შეიძლება ჩამოვიდეს, არც თუ ისე ცოტა არის. და ეს არის განმაპირობებელი. Ethereum-ი დოლართან მიმართებაში ვნახოთ, არ გამოგვჩეს Solana დოლართან მიმართებაში და შემდგომ ვნახავ კომენტარებს. ესე იგი, Ethereum-ის საინტერესო წინააღმდეგობასთან არის კვირის ჭრილში კვირის დახურვა იქნება Ethereum-ისთვის მნიშვნელოვანი გავარღვევ თუ არა ამ დიაპაზონს თუ ვერ მოხდება გარღვევა შესაბამისად სამწუხაროდ მოგვიწევს უფრო დაბალი ნიშნულების გამოცდა რომელიც შეიძლება იყოს 2500-ის დიაპაზონი აქ უკვე ფანტაზიას ასე ვთქვათ საზღვარი არ აქვს მაგრამ აი ეს მოძრაობა რა მოძრაობაც არის დღის ჭრილში დიდ ხანს მით უმეტეს ვისურვებდი კვირის დახურვა უფრო პოზიტიური იყოს არ უნდა გაგრძელდეს ეს წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის ნიშნულ შეიძლება დაღმასვლა მივიღოთ. ეხლა შევეცდები ვნახო კომენტარები. ჯერ ვნახავ Facebook-ზე და შემდგომ თუ არის YouTube-ზეც ვნახავ კომენტარებს. ესე იგი Facebook-ზე არ არის, გადავიდეთ YouTube-ზე. დაწერეთ რომელიმე პროექტის განხილვას გინდათ ფასის კუთხით თუნდაც ნახოთ ინტერნეტის ამბავი სხვათა შორის ბაზრის დომინაციის კუთხით თქვენ შეგიძლიათ ასევე გადაამოწმოთ თითქმის თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ დომინაცია Ethereum-ის როგორ ფიქრობთ აგვისტო-სექტემბერი BR-ის სავარაუდო სექტემბერი 16-ის FOMC-ის მიტინგია interest rate cut იქნება და uptrend დაიწყება ნოემბრის ბოლომდე ან დეკემბრის შუა რიცხვებში. მოკლედ მივყვეთ რაზე არის აქ საუბარი, მადლობა შეკითხვისთვის. ასე იგი რამოდენიმე ნაწილისგან შედგება შეკითხვა. პირველი არის როგორ ფიქრობთ აგვისტო-სექტემბერი BR-ისში იქნება თუ არა. ჯერ გადავხედოთ ზოგადად 100% განაკვეთის ამბებს, იგივე რჩება ივლისის მონაცემით, შემდგომ ნახოთ სექტემბერი, აი მეორე ნაწილში რაზეც არის საუბარი, სექტემბერი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა უმეტესობა ფიქრობს კლევას, ხო? ეს ბევრისთვის კლასიკურად რატო კითხულობს კომენტარის ავტორი. კომენტარის ავტორი გულისხმობს თუ 100% განაკვეთი დაიკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფული უფრო ხელმისაწვდომი იქნება და თუ ფული თუ უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ბევრი აქტივის ყიდვა შეიძლებათ და კრიპტოაქტივის ყიდვა შეიძლებათ. უბრალოდ აქ არის ერთი ნიუანსი. რატომ იკლებს 100% განაკვეთი? 100% განაკვეთი თუ იკლებს იმიტომ, რომ ყველაფერი წესრიგშია კარგით, თუ იკლებს იმიტომ რომ ეკონომიკა არის გადასარჩენი ან რაღაც პრობლემა გვაქვს შესაბამისად ამ მიღებული თანხებით ინვესტირებას არავინ არ გააკეთებს სარისკო აქტივებში. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ რომელ ლოგიკას ვირჩევთ გააჩნია ამ კუთხით.
იქნება და აპტრენდი დაიწყება ნოემბრის ბოლომდე დეკემბრის შუა რიცხვებამდე. მე ზოგადად ვაკვირდები შემოდგომას უფრო ციკლურობიდან გამომდინარე და უფრო ისტორიიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ როგორც ვნახეთ წინა გადაცემაში თვეების ზრდით, ხო? თვეების ზრდით სადღაც 33 თვე იყო წინა ციკლიდან გამომდინარე. ახლა საშუალო თუ მაგ პერიოდში ვიქნებით სადღაც 2 თვე ან 3 თვე შეიძლება იყოს დარჩენილი და პრინციპში შემოდგომის ამბებს ემთხვევა ეს. საპროცენტო განაკვეთი მაგ კუთხით შეიძლება გაჩნია როგორ შეიფუთება კიდევ ერთხელ. გაჩნია როგორ იქნება პრინციპში ეს საბოლოო ჯამში სხვა ორი კანონპროექტი მიღებული ძალიან ბევრ რაღაცას ექნება ამ შემთხვევაში გავლენა. უბრალოდ ესეც დაიმახსოვრეთ რომ რაღაც ნარატივით უნდა გამყარონ თუ შემდგომ რაღაც ბეარის მოძრაობაში გადავედით. კლასიკურად თუ შევხედავთ აგვისტო და სექტემბერი, აგვისტო მით უმეტეს ზაფხული, ხო ზაფხულის პერიოდი კლების ტენდენციების პერიოდია, თუ აი ამ ნარატივს გავშლით ჩარტზე, ჩარტით თქვენ შეგიძლიათ თქვათ ესეთი რაღაც დღის ჭრილს მივყვეთ, ხო, განვიხილოთ პრინციპში ისტორიულად როგორც აი რამოდენიმე კვირა ვიხილეთ აქ დავთვალოთ რამდენი კვირა იყო თუნდაც გავსი მოძრაობა ხო აი ეგ არის სადღაც თითქმის 2 თვეზე საუბარი ხო 2 თვის განმავლობაში აი შეიძლება ჩავსვათ ამ დიაპაზონში შეიძლება მკვეთრი კლება ვიხილოთ ან საერთოდ არ ვიხილოთ კლება და შემდგომ ასე ვთქვათ ბოლო აღმასვლა ბიტკოინთან მიმართებში გავსი მოძრაობა თუ დავაკვირდებით ჩვენ ხო აი აქ იყო მსგავსი მოძრაობა უკვე აგვისტოს ბოლოდან კლება და შემდგომ უცხებადი იმპულსი ჰქონდა ეს არის სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი ნოემბრის დიაპაზონი ხო მსგავსი სცენარი თეორიულად შეიძლება განვითარდეს უბრალოდ საპროცენტო განაკვეთის ამბავს როგორ შეფუთავენ ამაზე აქვს მნიშვნელობა ანუ რას იტყვიან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაახლოებით 9 საათში თუ 9:30-ში არის ხოლმე ეს პრეს კონფერენცია და ამ პრეს კონფერენციაზე რა სიგნალები გვექნება ამასაც აქვს მნიშვნელობა თუ trueflation-ი ნახოთ თუ ფუნქციონირებს coin-ის კუთხით და პროდუქტის კუთხით სამწუხაროდ არ არის ხო არ შეუძლიათ რაღაცები უნდა დავრეგისტრირდეთ ხო მოკლედ მოვლენების განვითარებას ამ კუთხით ასევე არის აღსანიშნავი ის ფაქტი რომ სხვა მონაცემები უმუშევრობის დონე როგორ დაბალანსდება ასევე რა გავლენა ექნება იმ სიახლეებს რა სიახლეები შეიძლება გქონდეს თუნდაც შერომთან მიმართებაში დარჩება თუ არა პოსტზე და პოსტზე თუ არ დარჩება იმიტომ რომ აი მაინც და მაინც 5 დღეში აი ხა კლებაც ნახეთ ხო მაინც და მაინც 5 დღეში არ მოხდება საპროცენტო განაკვეთის აკლება კიდევ ერთხელ ჩემი თეორია რა არის ვინც გააფუჭა ეს ყველაფერი იმ ადამიანმა უკეთ იცის როგორ მოაგვაროს თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში და თუ ჩართულობა და წნეხი პოლიტიკური მithumetes და ასე ვთქვათ არ ამ საქმეში ჩახედული ადამიანების დიდი იქნება, ანუ თუ კონცეფტის დონეზე საუბრობთ, რომ აი უნდა შევამციროთ საპროცენტო განაკვეთი, უბრალოდ ესე მგონია სწორი, რომ ეკონომიკას ეს ყველაფერი გამოაფხიზლებს, ესეც თლად არ არის სწორი, ანუ იმ ადამიანებმა უკეთ იციან თავიანთ სუდ სისტემაში რა გააკეთეს ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს სისტემა ამუშაონ რაღაც დონეზე და დავველოდოთ მოკლედ ამ მოვლენების განვითარებას. თუმცა გიორგიმ რა კომენტარიც დაწერა, ეს სცენარი მეტნაკლებად წინა პერიოდის სცენარს, რამოდენიმე თვის წინანდელ სცენარსაც შევადარეთ და პრინციპში 20-21 წლის ყველაზე მაღალი ნიშნული სცენარს. მოკლედ კომენტარები მეტი არ არის როგორც ხედავ. შევაჯამოთ ახლა გადაცემა და გადაცემაში თანამედროვე შევაჯამო პრინციპში შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, მოკლედ აქ ლინკიც იქნება გადაცემის აღწერაში, ასევე QR კოდი შეგიძლიათ დაასკანეროთ. Bitnet-ს აქვს რამოდენიმე სიახლე, რაც გაგიმარტივებთ, მოკლედ კრიპტო მოგზაურობას პირველი და მნიშვნელოვანი, აი ახლა ამ თვის ბოლომდეც კი თქვენ გაქვთ საშუალება იმის, რომ USDT შეისყიდოთ 0%-ად და სხვათა შორის USDT-ს 8 ქსელი აქვთ, სადაც თქვენ საექსპერიმენტოდ
აღმოსაჩენად სხვადასხვა ეკოსისტემები შეგიძლიათ მოკლედ ეს USDT გამოიყენოთ. მეორე სიახლე თუ ხართ მithmes დამწყები ან ჯგუფშიც ესეთი საინტერესო ტენდენცია იყო ყოველდღიური კამპანია, ასე ვთქვათ, სიგარეტის არ მოწევის და აი ამ არ მოწეული სიგარეტის კრიპტოს ყიდვის, მოკლედ ამ კამპანიასაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენ სულით თუ იქნება შეუერთეთ 5 ლარიდან უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი კრიპტოს ყიდვა ბიტნეტზე, რაც ბიტნეტზე არის და მესამე სიახლე თუ ამ მოგზაურობაში თქვენ გექნებათ მოკლედ შეკითხვები 24/7-ზე აქვს საპორტი და 24/7-ზე შეგიძლიათ დავკავშირდეთ. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმ სიახლეებზე პრინციპში რაც სერიოზული სიახლეები გითხრათ აი ამ კუთხით არ იყო ბაზარზე ზაფხულია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. მეორე ნაწილში განვიხილეთ თუ რა ხდება ფასების კუთხით ბაზარზე სანამდე შეიძლება ჩამოვიდეს ბიტკოინის ფასი საშუალო დიაპაზონი ჩვენ $108,000 ავიღეთ წინა კვირაში $100,000-იც განვიხილეთ უფრო ცუდ სცენარად და ამ შემთხვევაში უნდა შეადაროთ თქვენი ალტკოინები რა ფასის ნიშნულებში არის და მესამე ნაწილში შევეცადე მოკლედ რა კითხვებიც იყო იმ კითხვებზე გამეცა პასუხი კრიპტო ბაზარის შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.